ბევრი რამ ისევე დავწერე როგორც საჭირო იყო. წიგნში შეტანილი არის გარდა იმისა, რომ მეუყვები ისტორიას როგორ მოხდა გიმნაზიის გახსნა. ბოლნისის ნომერ მე-5 საჯარო სკოლის გიმნაზიის დაარსებიდან 30 წელი გავიდა. საიუბილეო ღონისძიების ფარგლებში მთავარი ბიბლიოთეკის დარბაზში სკოლის დამფუძნებლის ლეილა ალადაშვილის ჩვენ გიმნაზიელები წიგნის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც სასკოლო საზოგადოება, კურსდამთავრებულები და ავტორის მეგობრები ესწრებოდნენ. სკოლის დამფუძნებელმა და წიგნის ავტორმა შეკრებილ საზოგადოებას წიგნის მეშვეობით კიდევ ერთხელ შეახსენა სკოლის დაარსებიდან დღემდე განვლილი გზა. გამოცემაში ასევე შეტანილია მოსწავლეებისა და მათი მშობლების მოგონებებიც, რამაც კიდევ ერთხელ სახასიათო და ემოციური გახადა წიგნი ჩვენ გიმნაზიელები. 30 წელი ნიშნავს იმას, რომ ასე ჩავთვალოთ შვილს. პირმშოს შეუსრულდა 30 წელი. რას განიცდის ამ დროს დედა? ამას განვიცდის ზუსტად აი ამ 30 წელთან დაკავშირებით. რაც შეეხება წიგნს, ვიფიქრე, რომ არ უკვე იმ ასაკში, რომ ვიფიქრო, რაღაცა კიდევ დაუტოვო ჩემს მოსწავლეებს, მასწავლებლებს, მათ ვისაც გიმნაზია უყვართ და გიმნაზიასთან ქონიათ ურთიერთობა და რახან გადავწყვიტე, ვფიქრობ, შევძელი ამ წიგნის წარმოჩენა და ძალიან გახარებული არიან განსაკუთრებით კურსდამთავრებულები, მასწავლებლები აი ამ წიგნით. მინდა გამოვხატო ჩემი მადლიერება ქალბატონი ლეილა ალადაშვილის მიმართ, სწორედ ეს ქალბატონი გახლავთ ამ წიგნის ავტორი. წიგნში ერთგვარად წარმოდგენილი ფაქტები არის ისტორიები, რომელიც ასახავს სკოლის წარსულს და ერთგვარად ასევე მადლიერების გამოხატვა იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც ხელი შეუწყეს სკოლის დაარსებას. ჩემს პერიოდში მოხდა ამ გიმნაზიის დაფუძნება. მაშინ ეს პერიოდია, როდესაც მოქმედი სკოლები იხურებოდა, თორე ახლის გახსნაზე ძალიან რთული პრობლემების წინაშე დავდექით. მაგრამ ლეილა ისეთი პიროვნებაა, რომ სკოლიდან მოყოლებული, რომ კარიდან თუ არ შეუშვებდი, ფანჯრიდან შემოვიდოდა. რასაც ჩაიფიქრებდა, ყველაფერი უნდა შეესრულებინა და დიდი ასე ვთქვათ, შრომით, შეწუხებით, სამინისტრო, სხვადასხვა უწყებები შევძელით ის, რომ გაიხსნა ეს გიმნაზია. ეს დიდი საქმე გაკეთა, იქიდან გამომდინარე, რომ კიდევ ერთი ღირსშესანიშნავი სასწავლო დაწესებულება შეემატა ჩვენს რაიონს.